შემოგთავაზებთ აი დეტალის მოდელირებას პირობითად გამოვიყენებ პრიმიტიულ ფიგურებს. Რა თქმა უნდა, გულისხმობ, რომ რაღაცა უკვე წარმოადგენა უნდა გქონდეს AutoCAD-ზე, რომ მარტივად შეძლოთ იგივეს გამეორება. გამოვიყენებ თავისთავად Solid Channels, ვინც სხვა მუშაობა იცით და ხომ უნდა შეგირებთ, გავსი ხელსაწყოები აირჩიოთ. დავიწყებ ბოქსით. პირველი ბოქსი იქნება ძირითადი ზომები, რაც გვაქვს ამ დეტალის, თვლიანი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, ანუ 140, 80-ზე და სიმაღლე 91-ზე. დავიწყებ ნულებიდან ხაზვას, 0 მძიმე 0 ჩავწერ Enter-ს დავაწვევი და შევიყვან კიდევ ვიმეორებ იგივე რიცხვებს, რაც ეგვიწერია 140, 80, 91-ზე. ჩავწერი 140 ტაბი, 80-ზე Enter-ს დავაჭირე და 91 უკვე სიმაღლეში ისევ Enter-ზე დაჭერით დავაფიქსირე. მიუხედავად იმისა, კლავიატურაზე რა კლავიშებზე ვაწვევი, რა თქმა უნდა, სიტყვიერად ვიმეორებ, ამიტომ მოისმინეთ კარგად და მიხვდებით კლავიატურაზე რას დავაჭირე. შემდეგი მოქმედება გამოვიყენოთ ასეთი, აი ამ ხაზიდან, აი ამ შიდა ხაზამდე მანძილი, ანუ აი აქედან აქამდე მანძილი. გვიწერია არის 60, ანუ აი ეს. და მოდი შევქმნათ ახლა უკვე ფაქტურად ასეთი ფორმა. ამისათვის თლიანი სიგანე გვაქვს 80, 80 გამოვაკლებ 60, სხვაობას 20 მივიღებ და გასაგებია რომ 10 მმ ეს არის და 10 მმ-ის მეორე ნაწილია. შეგვიძლია ხაზები ჩავხაზოთ, მაგრამ ცოტა შორიგისგან წავალ Solid-ში, რათა ხელსაწყოები გავიხსენოთ, Solid-ში გამოვიყენებ checks. დავაწყობებ დეტალზე, X-ით გავალ ძირითად მენიუში, საიდანაც H-ში გადავალ და copy შავთავ. მოუნიშნავ ამ ხაზს, მოუნიშნავ Center-ით დავამთავრებ კლავიატურაზე დაჭერით, დავაწყობებ ამ წერტილში, გავწევ მარცხნივ პოლარული მიმართულებით, აი ამ მწვანე ხაზს მივყვები. უფრო სწორედ ტრასირების ხაზი ეს და არა პოლარი და 10 მმ ჩავწერ Enter-ს დავაწვევი. კოპირება მოხდა, ისევ ჩავთავ კოპირებას, მოუნიშნავ ამას, Enter-ი დავამთავრებ მონიშნავს, კაბს გავაკეთებ, აქეთკენ გამოწევ ისევ მწვანე ხაზის მიმართულებით, 10 კლავიატურიდან ჩავწერ Enter-ს დავაწვევი. ეს ხაზები ამაში უნდა ჩავსვა, ისეთივე edge-ები უნდა გავხადო, როგორც წიბოები, ანუ edge-ებია ეს გარეთა ნაწილები. ისე რომ X-ით გავდივარ ძირითად მენიუში, მერე გადავდივარ ბაძიში, ბადან იმპრინტში. ჯერ ფიგურაზე ვაწყაპებ, მერე ხაზზე ვაწყაპებ. შეკითხვაზე წავშალო თუ არა, მარჯვენა მაუსს ვაწყაპებ და yes ვირჩევ განებაში. მოვნიშნე მეორე ხაზი, ისევ მარჯვენა მაუსით ვაწყაპებ, მენიუ იხსნება და yes ვამთავრებ. ჩავაპრინტე პრინტერი ამით Enter-ზე დავაჭირე მოვში მოქმედება ამ ჯგუფიდან, გავედით ისევ ძირითადში X-ით, ჩავრთე face-ი და face-დან ამოვირჩი ექსპლოდირების ბრძანება. მოვნიშნე ეს face-ი შიგნით ჩაწყაპებით, შიგნით გულისხმობ ორ ხაზს შორის, მოვნიშნე ეს, მოვნიშნე დავამთავრე Enter-ით. ნახოთ რა მანძილი გჭირდება. სიმაღლე აი ამისი გვერდზე გვიწერია 15 არის, 91 უნდა გამოვაკლოთ 15. პირობითად კალკულატორს გამოვიყენებ, რომ თვალსაჩინო იყოს თქვენთვისაც, რას ვაკლებთ. ვისაც მარტივი რიცხვებია და ზეპირად შეგიძლიათ გამოვაკლოთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შორებად გამოვაკლოთ. 91-ს გამოვაკელით 15, 66 მივიღე, ანუ სიმაღლე აი ეს აქამდე არის 66 მმ. გადმოვედი AutoCAD-ში ვაგზელებ, -66 ჩავწერ Enter-ს დავაჭირე და მეორე პარამეტრში 0 დავტოვე, Enter-ს დავაჭირე, მივიღეთ ასეთი დეტალი. X-ით გამოვედი, გავთშავ მენიუს. შემდეგი ოპერაცია. გავამზადებ წინასწარ ამოსაჭრელ ფიგურებს, რითიც უნდა ამოვჭრათ და ეს ფიგურები გვექნება ერთი ცალი წრე იქნება, უფრო სწორედ ცილინდრი იქნება, ამ ადგილას ჩავხაზავ და მეორე კოლოფი იქნება. დავიწყებ ცილინდრის ჩახაზვით. ცილინდრის ცენტრიდან მეორე ცილინდრის ცენტრამდე იქით მეორე მხარესაც ხვრელი სადაც გვაქვს 100 მმ-ია. 140 გამოვაკელე 100 სხვაობა 40-ია, 40-ის შუაზე გავყავი და აი ამ ადგილიდან, აი ამ ცენტრის მანძილამდე იქნება 40-ის ნახევარი, ანუ 20 მმ. გადმოვედით ჩავრთე ცილინდრის სოლიდებში. აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ აი მენიუდან გვაქვს ხოლმე თუ არა გვაქვს, მაშინ უნდა გამოვიტანო დინამიკურ CS-ი. ასეთი ღილაკი გვაქვს. ესე დამალული, ახლა გამოტანილია. ეს არ არის ჩართვა გამორთვა, ეს არის გამოტანა დამალვა ღილაკის. აი ეს არის დინამიკურ CS-ი. თავდაპირველად ის ჩართულია და სავარაუდოდ იგივე პროცედურას ვერ გააკეთებთ, რასაც მე ახლა გაჩვენებ, ხედავთ აი ეს ლურჯდება ესეთ სიმციმეს. ამიტომ გაგშეთ ეს ღილაკი. შევეხე ამ მწვერვალს, შევიწიე შიგნით, ჩავწერე შესაბამისად 20 Enter-ს დავაჭირე, ამითი ცენტრი დაფიქსირდა. ახლა პარამეტრები ვნახოთ რა გვაქვს. დიამეტრი აქვს 15, ეს აქ შეცდომით წერია რიცხვი რო იცოდეთ, არ არის სწორედ, დიამეტრის რადიუსი აქვს 15, დიამეტრი 30 გამოდის, ანუ 30 უნდა ეწეროს წესით.
ესე იგი 15 აქვს სიმაღლე, ну იგივე სიმაღლეს გავაკეთებ, რამხელაც დეტალი გვაქვს 91 მმ. შემიძლია უფრო მეტიც გავაკეთო. 15 ჩავწერე, ავწიე ზევით, 90 ჩავწერე, enter-ს დავაჭირე. ესე იგი პირველი დეტალი, რომელსაც ამოჭრისთვის გამოვიყენებ, შეიქმნა. მიბნის წერტილებში გამოვიყენებ კვადრანტს, თუ არ გაქვს ჩართული, უნდა გააქტიუროთ. ჩავრთე ბოქსი, შევეხი ამ კვადრანტს, დავაწყაბე, რა თქმა უნდა, ხაზავ ახლა ბოქს, რომლის სიგანე მინდა იყოს 30 მმ-ის, ამიტომ შევეხე, ტრასირებით გამოვყევი ამ მწვანე წერტილს, ამის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს, დავაწყაბეთ და სიმაღლე, რა თქმა უნდა, იმ ცენტრამდე მოვედი ზემოთ და აქვე დავსვი. ვარე მოდი ცალსაკე რომ არ იყოს ეს ორი დეტალი იუნიონი ჩავრთე და თუმცა აუცილებელი არ არის გავაერთიანე ორივე ენტერს დავაჭირე და ასეთივეს მეორეს იქით ამ მხარეს გადავიტან. მარტივობისათვის ტოპში გადავალ, თუმცა აუცილებელი არ იყო ტოპში გადასვლა, home-ში გადავხტავ ჩანართს და modify-დან გამოვიჩევ აი ამ mirrors. შუა წერტილზე დავაწყაბებ აქ, ну შუა წერტილზე მაინც გავამახვილებ ყურადღებას ხელთქმა, იმიტომ გვაქვს რომ midpoint-ი აქ აქტიური. და შემოვატრიალებ მეორე მხარეს. შეკითხვაზე წავშალო თუ არა საწყისი ელემენტი, no-ზე დავაკვები, რა თქმა უნდა. მივიღეთ ასეთი ორი ცალი ელემენტი. ვიზუალურად ხელი რომ არ შეგვიშალოს, მოვნიშნე და დავმალავ. ლოგიკურად მეგონი ხვდებით, რომ უბრალოდ ზედმეტ ოპერაციებს ვაკეთებ, იმისათვის რომ სხვადასხვა ბრძანებები, ну, რაც შეიძლება მაქსიმუმ ბრძანებები ამ შემთხვევაში ძალიანაც რო გადავტვირთო, გამოვიყენო ხოლმე. თუმცა დამალვა ეხლა აუცილებელი არ იყო, ხო? საერთოდ შემექმნა მეერე შემეძლო ელემენტის. ვარემ შევქმნი დანარჩენ ელემენტებსაც, ცილინდრს შევქმნი აქ, რომელსაც ამოსაჭრელად გამოვიყენებ და ну, ესაც შეგვიძლია წინასწარ გავაკეთოთ ეს დეტალი. ამ ცილინდრის ცენტრში იმყოფება და სიგანე დიამეტრი 40 არის და გამჭოლი უნდა იყოს. ჩავრთე ისევ ცილინდრი, მოდი სოლიდებიდან ვაკეთებ და ბარემ სოლიდიდან გავაკეთებ. შუა წერტილს აქ შევეხე, დამეწკაფა შემთხვევით. შუა წერტილს აქ შევეხე, უბრალოდ შევეხე რომ მარკერი დარჩეს, მეორე შევეხე და ტრასირებით გადაკვეთა ვიპოვე, ეს არის ცენტრი. დავაწყაბე. დიამეტრი გვიწერია იქ 40. თუმცა რადიუსი 20 გამოძე, შემიძლია 20 ჩავწერო, მაგრამ რახან დიამეტრი გვიწერია, მარჯვენა მაუსი გამოვიყენე მენიუ, დიამეტრზე გადავრთე და 40 ჩავწერე, enter-ს დავაჭირე. ну სიმაღლეს რაც შეეხება ამ წერტილაზე დავაწყაბე, შემიძლია 91-ით ჩავწერო, მაგრამ რახან დავაწყაბე, სიმაღლე შესაბამისი გამოვიდა. შემდეგი დეტალი, რომელიც ამოსაჭრელად გამოვიყენოთ, ზედა წიბოდან აქამდე 18-ია, ცენტრამდე და მისი დიამეტრი 20-ია. ჩავრთე ისევ ცილინდრი, მაგრამ სანამ ცილინდრს ჩავრთავ, ეს კოორდინატთა სისტემა x-y ამ სიტყვაზე უნდა მოვატრიალო. ეს მხარე არის left-ი. ამიტომ ჯგუფი კოორდინატთა სისტემიდან ვიყენებთ left-ს და ისევ ხაზავთ მერე ცილინდრს. ჩავრთე ცილინდრი, შევეხე ამ წერტილს, ჩამოვიწიე დაბლა, ჩავწერე 18, enter-ს დავაჭირე, რაც იქ უნდა ნახაზში მოცემული, გადავრთე ისევ დიამეტრზე, თუმცა 10 შემელო ჩამეწერა და 20 ჩავწერე. ამ სიგრძეს ხაზავთ, ანუ ამ წერტილს ვეხები და დავხაზე. ეს ორივე დეტალი დავმალოთ. როცა დაგჭირდება, მე გამოვაჩენ. გავაკეთე hide object-ი. გავაგრძელოთ მუშაობა ახლა ამ ფორმის შექმნაზე. ესე იგი ჩაჭრა დაგჭირდება აი აქედან, აი აქამდე. სიმაღლე შეგვიძლია გავიგოთ ამ 91 გამოვაკლებთ 45-ს, ხო? ძირიდან აი აქამდე 45-ია და შეგვიძლია გავიგოთ ეს მანძილი. ისევ კალკულატორს გამოვიყენებ, დავანულებ აქ 91-ს გამოკლებული 45, მივიღეთ რომ 36-ია. ესე იგი აი ეს მანძილი აი აქედან კიდე გავიმერებ, ანუ აი ეს აქ გაჩვენეთ პირობითად, ეხლა რამდენად ლამაზად გამომდის დაჟღაპდა, რა თქმა უნდა, არ ჩანს. გავიგეთ, რომ არის 36 მეტრი. და სიგანი ამისი არის 60. ისევ გამოვიყენებ ჩეკს, თუმცა შესაძლებელია ჩახაზვები გავაკეთო, ამიტომ პირობითად ჩვენი თემა ესეთი არის ჩეკი. X-ში გავედი, H-ზე გადავედი, copy ჩავრთე, მოვნიშნე ეს, დავამთავრე მოვნიშნა enter-ით, ან მარჯვენა ან კლავიატურაზე enter-ით მოვკიდე ამას წერტილი და შუაში დავსვი. X-ით გავედი, ბაძიში გადავედი, რატო? იმიტომ რომ imprint-ი მინდა. მოვნიშნე ეს ხაზი, მოვნიშნე ეს. შეკითხვაზე უხარი ეს დაიშალოს enter-ით დავამთავრე მოქმედება. ისევ X-ით გავედი, რომ ისევ H-ზე გადავიდე, ისევ copy რო გავაკეთო და მოვნიშნო ეს ხაზი, ეს შუა ხაზი იმიტომ ჭირდებოდა, რომ წკაპი აქედან გავომეწიე, ახლა 30-ით enter-ი. ისევ copy გავაკეთე, მოვნიშნე ეს, დავამთავრე მოვნიშნა enter-ით, წკაპი გამოვწია აქეთ 30 ისევ ჩავწერე. მივიღე ამ ორ ხაზს შორის 60 X-ით გავედი. თუმცა ისევ გადავედი ბაძიში imprint-ი და ეს ორივე ხაზი
მოვნიშნე ენტერი, ვერ გავაკეთებ გაცალოთ, მოვნიშნე ენტერი არ უნდა შემეშალა, მოვნიშნე მეორე ხაზი, yes დავეთანხმე, მოვნიშნე ეს ხაზი, yes დავეთანხმე. ენტერი დავასრულე. აქვე გამოვიყენოთ ისევ X-ით გასვლა ძირითად მენიუში, რომ face-ში გადავიდეთ და ექსტრუდირება გამოვიყენოთ ერთი მეორე. რა თქმა უნდა, კიდე გავიმეორებ, უამრავი სხვადასხვა მეთოდი და მიმართულებით შეიძლება იყოს გამოყენებული ეს ქმედებები, მე რასაც გავაზრობ, ეს ერთ-ერთი ვარიანტია. შემიძლია საერთოდ იმპრეტის გარეშე გავაკეთებინა, მაგალითად გავამიყენებინა პრესული ამის შესახებ. მოკლედ, მოვნიშნე ენტერს დავაჭირე და მინუს გავიგოთ ახლა რამდენი გჭირდება 36 დავთვალეთ წეღან რაც გვინდოდა 36 თქმა ჩამოვწიოთ დაბლა, ხო? ჩავწეროთ -36 ენტერს დავაჭირე, 0 დავთვალე გრადუსი, ენტერს დავაჭირე და ჩამოიწია ეს. X-ით. ეხლა ჩვენ აქ ასეთი შეჭრა უნდა გავაკეთოთ. ასეთი ფორმით. ამიტომ დაგჭირდება აქ ესეთი ხაზი გასავლებად. მანძილი სიმაღლე ამ ხაზამდე გვექნება სადღაც, აი ეს მანძილი გვაქვს 45 - 35, ხო? ისევ თუ გააყოლებთ ყურადღებას, ვთქვით რომ თვალყურს. გვაქვს 10 მმ წყობა, ანუ ეს არის 10 მმ, აი ეს. აღარ გავაკეთებ უკვე იმპრინტს, ისა იმპრინტი რა შეაშია, ჩეკიდან კოპირებას. მოდი ახლა ხაზზე გავაკეთოთ, მაგრამ ჩავთე ლაინი. შევეხე ამ წერტილს, ჩამოვიწიე დაბლა, ჩავწერე 10 ენტერს დავაჭირე, დაიწყო აქედან დახაზვა და ჰორიზონტალურად უფრო გძლად გამოვედი აქეთ. იმიტომ რომ სავარაუდო თუ ამ ხაზამდე დააპირებთ მოსვლას, თუ ვერ მოხვედით ამ ხაზამდე, ოპერაციას ვერ შევასრულებთ ისაც გვინდა. მეორე მხარესაც უნდა ჩაიხაზოს ასეთივე ხაზი, მაგრამ ჩახაზვის ნაცვლად მოვნიშნავ კოპის ჩავრთავ. ერთ კაბს გავაკეთებ ერთ კუთხეში, მე მეორე კუთხეში და ზუსტად იგივე პოზიციაზე დაждდება რა თქმა უნდა. X-კებით გავჩშავ ხელსაწყოს. ასევე ერთი ხაზი დაგჭირდება აი აქ ჩასასმელად. ანუ აი ამ კუთხიდან კუთხემდე. აქ უკვე რა თქმა უნდა პირდაპირ აქედან აქამდე ჩავხაზოთ ხაზი. მეორე მხარესაც შეგვიძლია ჩავხაზოთ ან კოპირება გავაკეთოთ. ამ ეტაპზე ჩავხაზავ. მომდევნო ოპერაცია გვექნება იმპრინტი. ჩავთეთ უკვე ხელსაწყო იმპრინტი ჯგუფიდან. მოვნიშნეთ ფიგურა, მერე ხაზი და როგორც ვიცით, მარჯვენათი yes, მოვნიშნე მეორე მარჯვენათი yes, ასევე გავაგრძელე მოვნიშნე ის yes, მოვნიშნე ის და ისევ მარჯვენა მაუსში yes, ენტერი დავთვალე. მომდევნო ოპერაციები გვექნება ახლა შეწევა, გადაწევა და ასე შემდეგ უნდა შევქმნათ ოპერაციები. ანუ კერძოდ აი ეს face-ი უნდა შეგნით შევწიოთ. ანუ მანძილი უნდა გავიგოთ რა გვაქვს, ხო? ესე იგი აი იქიდან აქამდე 100-ია ვიცით, ხო? წეღან რაც ვაკეთეთ ფაქტურად იგივეა. 40-ს გამოვაკელით 100, მივიღეთ 40-ის სხვაობა, 20-ით უნდა მოხდეს ამის გადაწევა. ანუ აი ამ face-ის შიგნით 40-ით შეწევა. ჩავთეთ აი ამ ჯგუფიდან face-ი, მოვნიშნეთ შიგნით შაცკაპებით, მე ამ წითელ წერტილზე დავაწყაპე, გავწიე შიდა მიმართულებით, მაგრამ როგორც ხედავთ, მთლიანად მოყვება. ანუ მარტო ეს მხარე არ წაიღო. თუმცა ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რაც ამ face-ით არ გაკეთა. მოდი age-ით მოვსინჯოთ. ჩავთე age, მოვნიშნე ერთი age, მოვნიშნე მეორე age. დავაწყაპე ამ age-ზე და გადავწიე შიგნით მწვანე ხაზს მიყვები, როდესაც ვამბობ შიგნით მიმართულებას, აი ამ ჰორიზონტალურ მწვანე ხაზს. ჩავწერე 20 enter-ს დავაჭირე. X-კებით მოხსენი მონიშნა. ხო მივიღეთ ასეთი ფიგურა, ხო როგორც აქ არის, რომ დააკვირდეთ. მე ბოლოს დავამთავრეთ რა თქმა უნდა. იგივე მონიშნეთ ერთი მეორე age დავაწყაპე ამაზე, მწვანე ხაზს შიგნით გავყევი 20 ჩავწერე enter. X-კები. ეს ხაზი არ მჭირდება მონიშნა და კლავიატურას delete დავაჭირე და წაიშალა. age-ზე მორჩი მუშაობა და დავამთავრე no filter. მარჯვენა მაუსი თავისუფალ ადგილას და end object-ით გამოვიტანოთ ყველა სხვა დანარჩენი ელემენტი, ჩავთავმოდი შეფეროს, რომლითაც ახლა ამოჭრები უნდა გავაკეთოთ. გადავთავისო კონტროლ ჩვენებაზე. ჩავთეთ subtract-ი ხელსაწყო, მოვნიშნე ძირითადი დეტალი enter-ს დავაჭირე კლავიატურაზე და ესეთი გადატარებით კაბი დანარჩენი მოვნიშნე enter-ს დავაჭირე და მივიღეთ შესაბამისი დეტალი. შევქმნათ ბარემ ნახაზი. გადავიტანოთ ნახაზები ფურცელი layout-ი ერთზე. მარჯვენათი layout-ზე დავაწყაპე, გავაკეთე rename, პირობითად ვარქვე ნახაზი, სახელი, რაც გინდათ, layout-ორს არ გამოვიყენებ, ამიტომ მარჯვენათი delete-ს გავაკეთე. ჭირდება, როცა სულთა და ლოკალურად და სწორ ნახაზს ვაკეთებ. მოვნიშნე წავშალე delete-ით, ესაც მინდა, არ მინდა. layout-ში გადავედი და დავადგინოთ ფურცლის ზომა page setup ღილაკიდან.
შევედით modify-ში, თუ პირდაპირ პრინტერი გვაქვს, პრინტერს ვირჩევთ, თუ არა ელექტრონულ ვერსიას ვქნით, რომელსაც მე ფაილის სახით წავიღებ და დავეშალოთ სადაც გინდა. გადავედით AutoCAD PDF-ი ავიჩიეთ პირველი სიაში, გავხსენეთ ეს მენიუ, მე გთავაზობთ A4 full bleed-ი ამოირჩიოთ, ნებისმიერი ამ ორიდან მნიშვნელობა ამ ეტაპზე არ აქვს. OK-ს დავაჭირეთ, აქაც close-ით დავხურეთ. შევქმნათ პირობითი ჩარჩო, ამისათვის home-ში გადავედი, რექტენგლარი ჩავრთე, კლავიატურიდან ჩავწერე 0 მძიმე 0 enter-ს დავაჭირე, მოხდა პირველი ცკაპი კუთხეში და მე ჩავწერე ფურცლის ზომები 297 მძიმე 210 enter-ი. პირველი ჩარჩო გაკეთა ამის გარშემო, რა თქმა უნდა ამ ჩარჩოს იმისათვის ვიყენებ, რომ მე offset-ით 5 მმ-იანი საზღვარი გავაკეთო. 5 ჩავწერე enter-ს დავაჭირე, ცკაპი ამაზე და ცკაპი შიგნით. შეიქმნა ეს ხაზი enter-ით ან escape-ით გავთიშე. ხელსაწყო ეს პირველი ოთხკუთხედი, რომელიც ფურცლის ზომის ხელა, მოვნიშნოთ delete-ს დავაჭირე. შევქმნათ პირობითი განაყოფები მეოთხედების სახით, შუა წერტილიდან დავიწყე line-ით ხაზვა, აქ შევეხე, არ დავაწყაბე, ვერტიკალური ხაზი გავავლე ცკაპი და დავამთავრე აქ. იგივე შევასრულე აქედან ჩახაზვით. ცკაპი შუა წერტილამდე ცკაპი, აქამდე ცკაპი. სულ 4 ხაზი ჩავხაზე 1, 2, 3, 4, რომელთაც ფურცელი პირობითად შუაზე გავაყოფილებ. თუ შტამპი გჭირდება პირობითად ვამბობ, ნახაზს ვაკეთებ, შტამპი როგორც გინდათ, ისეთ შეგიძლიათ აქ ჩახაზოთ. გადმოვიტანოთ ნახაზი. Layout-ში ვიმყოფებით ისევ რა თქმა უნდა, შევედით base-ში, გავაკეთე from model space-ი. ველოდებით. მომაწოდა მასშტაბი 1:2-თან, ну ვინაიდან პროგრამა თulis და ასეც არის, სავარაუდოდ ფურცელზე არ დაეტევა. მაგრამ შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენთან ცვლილება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენებისთვის და არ ნიშნავს, რომ მანდამაინც მასშტაბი 1:1-ში, 1:1-ში დიდი არის ამ ეტაპისთვის, თუმცა არა უშავს ვიზუალურად შევხედე, escape-ს დავაწვევი, გავხსნე რომ ლოგიკური შინაარსი აგიხსნათ, რა თქმა უნდა. ნახაზი ეს სიგრძეში დიდია, ეს სიგანეში პატარაა. ამიტომ მაგალითად თუ სამგანზომილებელი ნახაზის გამოტანას აქეთ არ ვაპირებ, შევედი ნახაზში, შეგვიძლია შევცვალოთ, რა თქმა უნდა, ეს ვიზუალი, მაგალითად გამოვიყენო სიტყვა ვთქვათ stretch ხელსაწყო, გადავატარო მწვანე ფონით, ანუ მარჯვდა მარცხნივ ასე ხაზებს, enter-ს დავაჭირო, მე სკაპი გავაკეთო, გამოწიო რაღაც განსაზღვრული მანძილით. ეს ხაზით შეიცვალა, ეს ხაზით შესაბამისად. აქ დაეტევა ახლა ერთიანი მასშტაბით, მაგრამ ვიმეორებ, პატარა დეტალი დაეტევა, დიდი უკვე ერთიანი მასშტაბით არ დაეტევა. გადავედი home-ში, შევედით აქ, model space-ი ამოვირჩიე, გადავთე მასშტაბი 1:1-თან. ამორჩეული არის hidden line-ი, ანუ visible and hidden line-ი, დავსვი აქ მაგალითად frontალური ხედი, frontალური ხედი უკვე ამ სიაში ამორჩეულია თავიდანვე, აი ეს. frontალური ხედი, თუმცა ზომების გამოტანას რო ვაპირებდი, რა თქმა უნდა მასშტაბი 1:1-ში არ დაეტევოდა კიდევ ერთხელ წინასწარ გეუბნებით. მე დაბლა დავაწყაბე, მე მარჯვნივ დავაწყაბე. ну შეგვიძლია ახლა ეს დეტალი აქ დავდოთ, მაგრამ ხვდებით რომ არ ეტევა, ხო? ამიტომ შემიძლია დავამთავროთ. თუმცა შემიძლია დავდო და მე შევიტანოთ ცვლილება. თუმცა მას მაინც შეცვლა დაჭირდება და ამიტომ შევდივარ ახლა ისევ base-ში, model space-ში გადავდივარ, ვირჩევ აქედან მაგალითად ვის shade-ის გამოსახულებას, ან მოდი ამგინა shading-ი, visible line-ი გავაკეთოთ წყვეტილი ხაზების ჩვენების გარეშე და ერთ-ერთი იზომეტრიკი, რომელიც უფრო მისაღები იქნება, ეს არა. რომელიც უფრო მისაღები იქნება, ის დავსვათ. მასშტაბი 1:2-თან გვექნება ეს. ixit. всё, enter-ი დავაჭირე, იმიტომ რომ მეც ნახაზს დადებას აღარ ვაპირებ. მივიღეთ შესაბამისი ნახაზი, რა თქმა უნდა, ამ მოდელის საფუძველზე. გაგახსენებთ, რომ მოდელი არ უნდა წაშალოთ. მოდელის წაშლა გამოიწვევს ნახაზის გაუქმებას. მოდელი არ უნდა გადაიტანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, სადაც შექმნიდა როგორც დევს, ისევე რჩება. ეს არის ნახაზი, რომელიც მაგალითად შეგვიძლია ახლა როგორც PDF-ი, ისე შევინახოთ პრინტზე ვაწვევით. ეს პარამეტრები მითითებულია, რა თქმა უნდა, ყველაფერი OK-ს ვაწვევით და როგორც ბეჭვდა, ოღონდ ფაილს შეგვანახინებს. მაგალითად, desktop-ზე შევინახე, drawing 2 ფაილზე სახელი არ დამირქმევია, რა თქმა უნდა, არ შევინახავთ, წესით უნდა შეგენახათ უსახელო ფაილი მაქვს drawing 2. თუ დაასევებდი რა სახელითაც დაასევებდი, ის სახელი ეწერებოდა და რა სახელი წერია ფაილის ფურცლის სახელი. რა თქმა უნდა, შემიძლია ამას გადავარქვა სახელი და ჩემთვის ასწორდი რაც მინდა დავარქვა. მაგალითად, მარტო ნახაზი სიტყვაზე თქვა -1. დაუშვათ, რა თქმა უნდა. რეალურად ის სახელწოდებები უნდა დაარქვათ, რა თქმა უნდა, რაც გინდათ. პრინტი გააკეთა, ფაილი შეინახა, რაც ნიშნავს, რომ ეს ფურცლის სახით, ანუ ფაილის სახით, უკვე ნებისმიერ კომპიუტერზე შეიძლება წაიღოთ, ამობეჭდოთ, თუნდაც არ იყოს
AutoCAD-ი ჩაწერილი. ხო, ეს არის ფაილი, რომელიც უკვე განზადებულია და საბეჭდად. კარგით, ამით დავასრულებ.